მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ეს არის ჩვენი პროგრამის მეორე დღე. შეგახსენებთ, რომ გუშინ დავიწყეთ გარკვეული მოსამზადებელი მოქმედებები იმისათვის, რომ 2025 წელი დავასრულოთ მეტნაკლებად ჰარმონიულად და შევქმნათ ძლიერი წინაპირობები, ძლიერი საფუძველი იმისა, რომ 2026 წელი იყოს ჩვენთვის უფრო შედეგიანი, წარმატებული და ასე ვთქვათ, სიკეთის მომდანი. გუშინ ვისაუბრეთ ჯანმრთელობაზე და შეგიძლიათ გუშინდელი ვიდეო ნახოთ, აქ ამავე გვერდზე ჩასკროლოთ. და ასე 21 დღის მანძილზე ყოველ დღე შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოს მცირე გააზრებებით და სავარჯიშოებით, რომელიც შექმნის დიდ შედეგებს თქვენს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სავარჯიშო, რომელსაც მე გთავაზობთ ხოლმე, გამოიყურება ხანდახან როგორც ესეთი თამაში და სავარჯიშოს გააკეთებ და მე ხანდახან ფიქრობ, რომ სულ ეს იყო. მას შემდეგ, რაც გააკეთებთ რაღაცა სავარჯიშოს, დააკვირდით რამდენიმე კვირაში ის თემა, რა თემაზეც გააკეთეთ ეს სავარჯიშო, რა მდგომარეობაში მოვიდა. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ცვლილებებს მეტი შინაგანი მოსამზადებელი მოქმედებები ჭირდება, ხორციელდება ხოლმე გაუცნობიერებლად, ან ჩვენი ქვეცნობიერი აკეთებს ამას. და ხანდახან ისე, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით როგორ. ხო და გუშინ ვისაუბრეთ ჯანმრთელობაზე, დღეს მოდით ვისაუბროთ სექსუალურ ენერგიაზე, ხო? იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი და ჯანმრთელობასთან ალბათ ყველაზე ახლო დგომი რა. ხო და შეაფასეთ 10 თვალიანი სკალით, რამდენად ხართ კმაყოფილი თქვენი ცხოვრების ამ ასპექტით, ამ მხრით, ხო? სექსუალურობით, სექსით ზოგადად. და ასევე ისევე როგორც გუშინ გავაკეთეთ, შეადგინეთ ორი ისეთი მცირე სია. პირველი, ამ ასპექტში რითი ხართ თქვენს ცხოვრებაში კმაყოფილი, რა გაკმაყოფილებთ საკუთარ თავში, თქვენს ყოფიერებაში ამ კუთხით და მეორე სია, რის შეცვლას ისურვებდით. ხო, ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაცა პრობლემები, შეიძლება რაღაცა სირთულეები, შეიძლება სირთულეები და პრობლემები არ არის, მაგრამ რაღაცა მნიშვნელოვანის ნაკლებობას გრძნობთ და ასე შემდეგ. ანუ შეადგინეთ მეორე სია, სადაც აღწერეთ ყველაფერი ის, რის შეცვლასაც ისურვებდით თქვენს ცხოვრებაში, იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, სექსუალურობა და სექსუალური ენერგია უფრო ასე ვთქვათ, კარგად და რეალიზებულად იყოს წარმოდგენილი თქვენს ცხოვრებაში. დღეს კი მინდა შემოგთავაზოთ ასევე ესეთი მცირე სავარჯიშო, რომელიც მიმართულია სტრესის მოხსნაზე, იმიტომ რომ სექსუალური ენერგიის ყველაზე დიდი დამთვრქმელი არის სტრესი. ეს სტრესი შეიძლება იყოს გამოწვეული შინაგანი აზროვნებით, კომპლექსებით, ტრავმებით და ასე შემდეგ, შეიძლება იყოს გამოწვეული უბრალოდ სოციალური დაღლილობით, რაც ასევე სტრესია, შეიძლება იყოს გამოწვეული გარედან კრიტიკით, ხანდახან მტრული დამოკიდებულებითაც არ აქვს მნიშვნელობა. ამ სტრესის ასე ვთქვათ, წყარო შინაგანად მომდინარეობს თქვენი შინაგანი სამყაროდან თუ გარე სამყაროდან, მოდი საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ორგანიზმი ისტრესება. და გამომდინარე იქიდან, რომ სექსუალური ენერგია არის ჩვენი შემოქმედებითობის ერთ-ერთი ასპექტი, ნებისმიერი სტრესი თრგუნავს ჩვენს შემოქმედებითობას. შესაბამისად, ახლა მინდა გავაკეთოთ ერთი ძალიან კარგი სავარჯიშო, რომელიც მოგცემთ საშუალებას სტრესის დოზა შეამციროთ თქვენს ცხოვრებაში და მიცეთ საშუალება თქვენ შემოქმედებითობას, ამ შემთხვევაში სექსუალური ენერგიის ფორმით, ასე ვთქვათ, მეტად გაიფურჩქნოს, მეტად აგავსოთ და მოხდეს ამ ასპექტის ნორმალიზაცია. სავარჯიშო გამოიყურება ძალიან მარტივად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლა არანაირ სტრესს არ გრძნობთ, უნდა განვასხვაოთ ორი ტიპის სტრესი. ერთი არის სიტუაციური, როდესაც რაღაცაზე ნერვიულობ და გრძნობ, რომ ნერვიულობაში ფოთავს უდად ხარ. მეორე ეს არის დაგროვებული სტრესი. ნელ-ნელა გროვდება, ვეჩვევით ამას და გონია, რომ ყველაფერი ნორმაშია. სინამდვილეში, ასე ვთქვათ, გამოკვლევა რო ჩაიტარო, მიხვდები, რომ ორგანიზმი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის. უბრალოდ იმდენ ხანს ცხოვრობ ამ წნეხით, რომ ვეღარ გრძნობ ამას.
შეეჩვიე მარტივად რო ვთქვათ, მაგრამ ორგანიზმისთვის ეს არის პრობლემა. შესაბამისად, საორჯიშო გამოიყურება შემდეგნაირად. დავიდოთ აი ესე ხელები მხრებზე და დავიწყოთ აი ასეთი მოძრაობა. აი აქედან მხრებიდან იდაყვებამდე, ხო? აი უფრო მუფერებას რო გავდეს ესეც. ხუჭავთ თვალებს, ვაკეთებთ ესეთ მოძრაობას და მოდი წარმოვიდგინოთ, რომ მოვსეირნობთ ზღვის სანაპიროზე და ვითვლით ნაბიჯებს. ნუ დავთვალოთ 20 ნაბიჯი იმ ტემპში, რა ტემპშიც მოვსეირნობთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას, არ ვაჩერებთ და ახლა კონცენტრირდით რამე სასიამოვნო მოგონებაზე თქვენ ცხოვრებაში, როდესაც გრძნობდით სიხარულს, ბედნიერებას, სილაღეს. როდესაც ძალიან კარგად ხართ რა, ისეთ რაღაცაზე და ცოტა ხანი კონცენტრირდით ამ მოგონებაზე. ახლა მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ვსეირნობთ ლამაზ მწვანე პარკში. და აქაც დავითვალოთ 20 ნაბიჯი. ხმამაღლა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას და წარმოვიდგინეთ, რომ თქვენს წინ დგას თქვენივე ვერსია, ოღონდ ოდნავ უფრო სექსუალური და მიმზიდველი. და წარმოვიდგინეთ, რომ შეაბიჯეთ მასში, ანუ ახალი ტანსაცმელივით მოირგეთ და წარმოვიდგინეთ, რომ იგრძენით ეს მიმზიდველობა და სექსუალურობა ცოტა უფრო მეტად. ახლა წარმოვიდგინეთ კიდევ ერთი ვერსია საკუთარი თავის თქვენს წინ დგომი, რომელიც არის კიდევ უფრო სექსუალური და მიმზიდველი. და იქაც შეაბიჯეთ, შედით შიგნით, ასე ვთქვათ, მოირგეთ ზედ. და ამ მდგომარეობიდან ცოტა ხანი გაიაზრეთ, იოცნებეთ იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რისი განხორციელებაც გსურთ თქვენი ცხოვრების სექსუალურ სფეროში. ძალიან კარგი. ამ სავარჯიშოს თუ გააკეთებთ ხშირად, შეატყობთ, რომ თქვენი სექსუალური ცხოვრება, სექსუალური ენერგია გახდება, ასე ვთქვათ, მეტად თავისუფალი, მეტად ლაღი, მეტად სავსე და ეს მნიშვნელოვანად დაეტყობა თქვენს ცხოვრებას. გავზიარეთ ეს ვიდეო ყველას, ვისაც დახმარება ჭირდება, ასე ვთქვათ, ვიზეც იცით, რომ ადამიანი, მაინდა-მაინც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მან მიიღოს რაღაცა პრაქტიკული ინსტრუმენტები იმისა, რომ თავის ცხოვრების გაუმჯობესება დაიწყოს. ხვალ ვისაუბრებთ ფინანსებზე, დღეისათვის სულ ეს იყო. გისურვებთ სასიამოვნო დღეს, გისურვებთ შედეგიან სავარჯიშოებს და პრაქტიკებს, სასარგებლო გააზრებებს, გემშვიდობებით და ხვალამდე.